ხო, რო არ იცისო, სად წავიდაო. ან დაადასტუროს, ან უკან დააბრუნოსო. ეს კიდე იმ დებილებისთვის, დებილებიც ამბობენ იმას, რომ თურმე ამერიკა დემოკრატიისთვის, იდეისთვის და სიკეთისთვის იძლევა ამ ფულებს. ლუკა, აი გაცემ ახლა პასუხს მოიცერთ წუთი ზელენსკი თუ ხო? და ეს ცალკე. ეს კიდე ცალკე. დიქტატორი ზელენსკიო მოუფრთხილდეს დროზე აზრზე მოვიდესო თუ არა, საერთოდ დაკარგავს მის ქვეყანასო. და ზელენსკი თუ დიქტატორიაო, მაშინო პუტინი რა გამოდისო. კაცო, პუტინი ვინც არის, ის არის. ამერიკისთვის ჯერ ერთი დიქტატორებთან მეგობრობა და დიქტატორებთან ძმაკაცობა, აი შენ გეუბნები. ლუკა, ახალგაზრდა კაცი ხარ, ხშირად ახარ ჩემ ლაივებზე და მინდა გითხრა. ამერიკის შეერთებული შტატებისთვის დიქტატორებთან მეგობრობა იქამდე, სადამდეც მათი ინტერესები არსებობს, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. ეს ერთი. ასეთი დიქტატორული იყო ერაყი, ასეთი დიქტატორული არის არაბული ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა, განსაკუთრებით საუდის არაბეთი, სადაც ქალთა უფლებები საერთოდ არ არსებობს, ცხოველებთანაა გადანაბრებული და ხმლით აჭრიან ქუჩაში ხალხს თავს და მეფეა და აბსოლუტური მონარქია. მაგრამ ამერიკის სტრატეგიული პარტნიორია. და შენ გენაცვალე და კოცნაპროშნა აქვთ ერთმანეთში. ამ შემთხვევაში პრობლემას არ წარმოადგენს. და ამის ლეგალიზებას როგორ აკეთებენ, იცი? ამის ლეგალიზებას აკეთებენ ძალიან მარტივად ამერიკელები ამბობენ, რომ აი კომუნიზმი საშიში არისო. მაგრამ დიქტატურაო, თუ კი კომუნიზმი იყო საშიშიო, იმიტომ სხვა ეკონომიკური სისტემა იყო, სხვა სოციალური წყობა იყო, სხვა ხედვა იყო, თორე დიქტატორიო არ არისო საშიშიო, იმიტომ ეკონომიკური სისტემას არ ექნება პრობლემა ჩვენს ეკონომიკურ სისტემას, ამიტომ ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე შეგვიძლია მეგობრობა. ახლა მომისმინე ჩემო კარგო, როდესაც ამბობ, რომ პუტინი დიქტატორია თუ დიქტატორი არ არის პუტინი. პუტინი არის რუსი ხალხის, ახლა თუ ვინმე იმას მეტყვით, რომ პუტინი არ არის რუსი ხალხის რჩეული. ნებითა, უნებლიათა, ასია თუ ისი არის, პუტინი არის რუსი ხალხის არჩეული. ლეგიტიმურად, არჩევნებით, არალეგიტიმურად, მაგრამ ასია. დღევანდელ რუსეთში თქვენ მე ვერ მანახებთ. ასე იგი, კატეგორია ადამიანებს, 10-დან ყოველ შემთხვევაში 7 და 8 გეტყვით იმას, რომ პუტინი არის მართალი, პუტინი უნდა იყოს რუსეთის პრეზიდენტი. ესეთი არის რუსი ხალხის ნება. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათი იმპერია კრიზისშია, განვითარებაშია თუ ასია თუ ისია. და აქ რო გიკვირს შენ მაგალითად, აი პუტინი თურმე არის, ისა რა ქვია, დიქტატორი. ხო? თუ აი დიქტატორებთან როგორც მაკაცობს ამერიკის შეერთებული შტატები გითხარი. მე გაგახსენებ ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიიდან იმას, რომ ამერიკის პრეზიდენტი, ერთ-ერთი პრეზიდენტი 4-ჯერ იყო არჩეული. როცა ჭირდებოდათ. ეს იყო ფრანკლინ რუზველტი, რომელიც 4-ჯერ აირჩია ამერიკელმა ხალხმა. როცა 2-ჯერაა ამერიკაში პრეზიდენტების არჩევის ვადა. 4-ჯერ აირჩია. იმიტომ რომ კრიზისი იყო. იმიტომ რომ დიდი დეპრესია იყო. წაიკითხე რა წარმოადგენდა დიდი დეპრესიის პერიოდი. წაიკითხე სტეინბეკის მრისხანების მტევნები. გადახედე იმ პერიოდებს 20-იან წლების, 30-იან წლების დასაწყისში. მე იმიტომ რომ მეორე მსოფლიო ომი დაემთხვა ამ ყველაფერს და აქედან გამომდინარე, როცა ჭირდებოდათ ამერიკელებს, მაშინ დიქტატურაც დაშვებული იყო. ასე რომ შეეშვით აი ამ ეფემერულ და რაღაცა იდეოლოგიურ რაღაცა რწმენის დონეზე აყვანილ დემოკრატობანას და ლიბერალიზმს. ეს რო არ არსებობს და ეს რო უბრალოდ ცარიელი სიტყვებია, ამას ნორმალური ადამიანი ახლა უნდა ხვდებოდეს მინიმუმ, რომ აი თუნდაც ტრამპის ამ განცხადებას და ტრამპმა რა განაცხადა, ეს რა თქვა არასწორი.